მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში რუსული ოკუპაციის გაგრძელებაზე, ასევე ჩვენს ქვეყანასა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებზე კრემლის ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ევრაზიული კავშირის იდეაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული იმპერიული პროექტი განწირულია. საქართველოს მოქალაქეებს სააკაშვილმა მოუწოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და განვითარებისთვის ბრძოლა გააგრძელონ. As I speak, the Eastern European countries ახლა როცა მე აქ თქვენს წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ეწრაფვიან გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები, განიცდიან მუდმივ ზეწოლას და მუქარას. სომხეთი კუთხეში მიიმწყვდიეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. მოლდოვას ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირ არის დარჩენილი, საქართველო კი ოკუპირებული. რატომ? იმიტომ რომ ძველი იმპერია ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული საზღვრები. სახელმწიფოების უმეტესობისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით. მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი. როგორ გონიათ, არის თუ არა კრემლი მზად განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როცა მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში, სულაც არა. ქართული მიწის ანექსია რუსული ჯარის მიერ კვლავაც გრძელდება. გუშინ ოკუპანტებმა დღისით, მზისით და სრულიად დაუსჯელად საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააძევეს საკუთარი სახლებიდან და სოფლებიდან, სადაც მრავალი თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ. საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირეებსა და თვეებში გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულ ხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას, მიიწევენ ბაქოს უბსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისკენ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას. დღეს აქ მოვედი ქართველი ხალხის სახელით და საერთაშორისო გაერთიანებას გთხოვთ, ამ აგრესიაზე მოახდინოთ მკაცრი რეაგირება და გაგვიწიოთ დახმარება დავასრულოთ რუსეთის ანექსია ჩვენს მიწაზე. უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინიოვში გვესმის ერთი და იგივე მახინჯი ჰანგები, რომლებიც მოსკოვშია დაწერილი. გვესმის, რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის გავლენის გამო, რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეი პარადებით ჩაანაცვლებენ და რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეშია და ბოლოს, ვითომც არაფერი, გვესმის, რომ ჩვენს ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა წესიერებისა და ტრადიციების მიმართ. ნუ თუ მართლა ასეთი გულუბრყვილონი ვართ, რომ დავიჯეროთ ეს ტყუილები, როგორც წინა თაობები იჯერებდნენ და საშუალება მიცეთ მოსკოვს გაიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი. ნუ თუ შეგვიძლია ასე უსამართლო ვიყოთ ჩვენი წინაპრების მიმართ და ვიფიქროთ, რომ მათ პატივი მიეგებათ იმ შემთხვევაში, თუ თავს დავესხმებით რომელიმე მეჩეთს. ნუ თუ ასე არ ვიცნობთ საკუთარ ისტორიას, რომ დავუშვათ მისი უსასრულოდ გამეორება. აუცილებელია მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა იმპერია ჩამოიშლება, რათა მისი ზიზღის მემკვიდრეობა სწრაფად იყოს დაძლეული. სწორედ ამიტომ ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები უნდა მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ცხინვალსა და სოხუმს. უნდა მოვემზადოთ, რათა ხელგაშლილად უკან მივიღოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, არა როგორც ჩვენი მტრები, არამედ დები და ძმები, იმიტომ რომ ეს დრო უფრო მალე დადგება, ვიდრე გვგონია. ჩვენ საქართველო პირდაპირი გაგებით წუდიადიდან გამოვიყვანეთ. ჩვენ საქართველოს საჯარო სამსახურს შევძინეთ უპრეცედენტო გამჭვირვალობა. ჩვენი შვილები დავაბრუნეთ სკოლებში, რომლებიდანაც გამდევნეთ ბანდები. ჩვენ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, მაგრამ მე მესმის, რომ ზოგიერთი რამ ძალიან დიდი საფასურის შედეგად გაკეთდა. ჩვენ აჩქარებულ მცდელობებში, რომ დაგვემყარებინა ახალი რეალობა, რომელიც პასუხს გასცემდა შიდა და გარე საფრთხეებს. შეცდომებიც დაუშვით და ხანდახან გზაც მოვჭერით. ზოგჯერ ძალიან შორს წავედით, ზოგჯერ კი არასაკმარისად შორს. მე სრულად ვიღებ პასუხისგებლობას ყველა ნაკლოვანებაზე. მე გულთან ახლოს მიმაქვს ყველა იმ ადამიანის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკმარისად ვერ იხეირა ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოთი, ან ვინც თავს ჩვენი რადიკალური მეთოდების მსხვერპლად თვლის. სურს მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს პროექტს, პოლიტიკასა და პარტიას და მათაც, ვინც უარყოფდა მათ. თუ რაოდენ ამაყი ვარ მათი მოწიფულობით და სიმამაცით, რაოდენ მოკრძალებით ვუცქერ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ძალისხმევას. სურს ვუთხრა მათ, რომ ისინი ყოველთვის უნდა დარჩნენ ერად, რომელსაც თავისუფლებისა და ღირსების სიყვარული აერთიანებს. რეგიონული ერთიანობის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის ჩვენი გზა ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან და მისი საბოლოო წარმატებისთვის მუხტ ჩაუხრელად ვაპირებ მუშაობას.